მადლობა ბენიტა. ჩემთვის პატივია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ეს ჩვენი 30-ე სოლიდარობის მისიაა 7 ოქტომბრის შემდეგ. მე აქ ვიყავი 7 ოქტომბერს. ჩვენ გვყავდა 264 ქრისტიანი ლიდერის დელეგაცია მთელი მსოფლიოდან, რომლებიც 6 რიცხვის საღამოს გაფრინდნენ. და ჩემი ოჯახი და მე კიდევ რამდენიმე დღით ვრჩებოდით. ასე რომ ჩვენ აქ ვიყავით 7 რიცხვში და იმ საშინელი დროის პირველ 10 დღესაც აქ ვიყავით. და მას შემდეგ 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ რეგულარულად 30 ჯერ ჩამოვედით. და მაშინაც კი როცა თვითმფრინავში ვჯდებოდით, ცხადია რაკეტები დაფრინავდნენ, მაგრამ მაინც ავედით თვითმფრინავში, რადგან ისრაელის ხალხისთვის მტკიცე გზავნილი გვაქვს. და ეს გზავნილი ასეთია. ისრაელი მარტო არ არის. მილიონობით ქრისტიანი არსებობს მთელ მსოფლიოში, რომლებიც მტკიცედ და ურხევად დგანან ისრაელის სახელმწიფოს გვერდით, როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ აქ ვართ, რომ გაგაძლიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი გავიგოთ და ასეთი ვიზიტები გქონდეს, როგორც თქვენ აღნიშნავთ. Ვითხარით თქვენი პირადი შთაბეჭდილებების შესახებ, როცა აქ ქვეყანაში ყველა რელიგიის წარმომადგენლებს ესაუბრეთ, რა აზრები გაგიჩნდათ, რა გამორჩეული იყო თქვენთვის? რაც ჩემთვის გამორჩეული იყო იგივეა, რაც ყოველთვის აქ ყოფნისას მაკვირვებს. ის ეთოსი, ის გული, რაც ისრაელის ხალხს აქვს, არის მშვიდობისკენ მიმართული გული. ეს არის ხალხი, რომლისგანაც უთვალავჯერ მომისმენია. ყველაფერი, რაც გვინდა, არის მშვიდობა ჩვენს მეზობლებთან. და როცა უსმენთ ყუილებს, როცა უსმენთ პროპაგანდას, რომელიც ვრცელდება მუსლიმთა საძმოს, ყატარის და ყველა ამ პროქსის მეშვეობით მთელ მსოფლიოში, რომლებიც ისრაელს გენოციდური ტიპის კარიკატურად წარმოაჩენენ. და მაინც, როცა ადგილზე ჩადიხარ, ისევ და ისევ სხვადასხვა ადამიანისგან ისმენ. ჩვენ უბრალოდ გვინდა მშვიდობაში ცხოვრება ამ პატარა მიწაზე, რომელიც გვიკავია როგორც ერთადერთი ებრაული სახელმწიფო, ერთადერთი ებრაული ერი მსოფლიოში. და სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც მსოფლიოს ვაწვდით, რომ ისრაელის ხალხი არის ხალხი, რომელსაც სურს მშვიდობიანად ცხოვრება თავის მეზობლებთან. და ჩვენ ვლოცულობთ ამ მშვიდობისთვის და ვმუშაობთ ამ მშვიდობისთვის ყოველ დღე. მართლა ძალიან ძლიერი განცდაა და ჩვენ ახლახან მოვისმინეთ სიტყვები ისრაელის ახალი სპეციალური წარმომადგენლისგან, ქრისტიანული სამყაროსთვის, ჯორჯ დეაკისგან. როგორ დაახასიათებდით ამჟამინდელ ურთიერთობას ისრაელსა და ქრისტიანულ საზოგადოებას შორის გლობალურად? მოკლედ გთხოვთ. და თქმა უნდა, მსოფლიოში 2 მილიარდი ქრისტიანია. რთულია ყველა სახელით საუბარი. მე უფრო კონკრეტულად ევანგელისტურ ქრისტიანულ სამყაროზე შემიძლია ვისაუბრო, რომელიც ამ 2 მილიარდში დაახლოებით 700 მილიონს შეადგენს. ევანგელისტური ქრისტიანობა ტრადიციულად ძალიან ფილოსემიტურია, ძალიან უჭერს მხარს ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს. ეს ყველაფერი შეტევის ქვეშაა ამ TikTok-ის, Instagram-ის და მოკლე ფრაგმენტების სამყაროში. მაგრამ გამოსავალია, რომ ლიდერები აქ ამ მიწაზე ჩამოვიყვანოთ. ჩვენ სტიპენდიით აქ ჩამოვიყვანეთ 1086 პასტორი. 1984 წლიდან სულ 40,000 ადამიანი ჩამოვიყვანეთ, მაგრამ სტიპენდიით 1086 პასტორი ჩამოვიყვანეთ. როცა მათ აქ ჩამოიყვან, ისინი საკუთარ თვალით ხედავენ ყველაფერს და ეს ყველაფერი იცვლება და ისინი ისევ და ისევ ბრუნდებიან. და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გიდონ საარი ამას კარგად ესმის. და მიცრად ჰაჰუცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საოცარ საქმეს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად. და ეხლა ჩემი ძვირფასი მეგობარი უკვე 15-20 წელია, გიორგი დეაკი, ელჩი, ამ ძალიან განსაკუთრებულ პოზიციაზე დაინიშნა. ამიტომ მე მჯერა, რომ მომავალი თაობისთვის არსებობს იმედი. და მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც თქვენ ამბობთ, როდესაც ადამიანები აქ მოდიან და საკუთარი თვალით ხედავენ ყველაფერს. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს 21-ე ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. ეპისკოპოსი რობერტ სტერნსი პირდაპირ ეთერში იერუსალიმიდან. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში. გმადლობთ. გმადლობთ ბენიტა.